უკრაინამ პირველად გაანადგურა რუსეთის ახალი ჰაიმარსის ანალოგი ზალპური ცეცხლის რეაქტორული სისტემა SARMA. დარტყმა დონეცკის ოლქში დობროპოლიეს მიმართულებით რუსეთის მასშტაბური შეტევის მოგერიების დროს განხორციელდა. იმავე შეტევისას უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს 9 ტანკი და სხვა სამხედრო ტექნიკაც. SARMA რუსეთის ერთ-ერთი უახლესი მრავალჯერადი სარაკეტო სისტემაა. სასკოლო ფორმების კომპლექტი 95 ლარი ეღირება. ამის შესახებ გივი მიქანაძის განკარგულებაშია ნათქვამი. დოკუმენტის მიხედვით განსაზღვრულია ფორმის თითოეული ნაწილის ღირებულებაც. ბიჭების კომპლექტში ერთი პიჯაკი და ორი შარვალი შედის, გოგოებისაში კი პიჯაკი, შარვალი და კაბა. მახინჯაურში ზღვაში სავარაუდოდ საბრძოლო მასალა იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში მთავარს უთხრეს, რომ მასალას შესაბამისი ექსპერტიზა ჩაუტარდება. ფოტო ზღვაში მოქალაქეებმა გადაიღეს. მიმდინარეობს გამოძიება. გარემოვაჭრე მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებს ფიზიკურ ძალადობასა და მუქარაში ადანაშაულებს. ქალიყვება, რომ სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მერიის თანამშრომლებმა ხილის დახლი დაულეწეს, მასზე ფიზიკურად იძალადეს და დაემუქრდნენ. მოქალაქის განცხადებით, ეს მისი შვილის თვალწინ ხდებოდა.